არის თუ არა რეგულაციების დაწესება, რაღაც თვალსაზრისით მხოლოდ დაფარვა იმ განწყობის, რაც სინამდვილეში არსებობს და ეს არ არის გარანტია იმის, რომ ესათვის ბედია არ იქნება მიუკერძოებელი. იცი რა, მე უფრო როგორ უპასუხებ, იცი, უბრალოდ რეგულაციები შენ ვერ მიყვება, იმოდი დავსვავ რამდენიმე კითხვას. შეიძლება ეხებოდეს ყველაფერს. რა გაქვს ავატარად? მაგალითად, შეიძლება ჟურნალისტს ჰქონდეს ავატარად სიტყვაზე ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს პოლიტიკურ თემებზე. ძალიან მოკლე კაბა, აცვია, სადაც უჩანს გენიტალიები. შეიძლება მისი საერთოდ არ არის და სხვისი ფოტო უდევს, მაგრამ ეს უდევს ავატარად. ეს აკეთებს ის, ასეთ მისის თავის იდენტობას Facebook-ზე. მეორე დღეს ის მიდის პარლამენტში და რაღაც უნდა გააშუქოს. ხო, როგორ იქნება მისი აღქმა? ეს ერთი. ანუ რეგულაცია ნომერი პირველი, როგორ უნდა შეარჩიო ავატარი. რეგულაცია ნომერი 2, როდესაც არ შეარებ რამე სტატიას, თუნდაც ლიბერალის ნეტგაზეთის ნებისმიერ შენ საკუთარი მედიის სტატიას. ურთავ მას კომენტარს. მარტო სმაილიკიო დაუსვა, ეს არ არის დამოკიდებულების გამოხატვა. მოიცა შენ ახლა დასცინე ამ სტატიას თუ არ დასცინე. უნდა შეეხოს რეგულაცია სმაილიკებს და კომენტარებს, როდესაც შენ ლინკს არ შეარებ. მესამე, როდესაც შენ აწვდი დამატებით ინფორმაციას, თუ შენ გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდი თუ უბრალოდ აზრი გამოხატე. სად გადის ზღვარი ამ გამოხატულას შორის? ისევე როგორც აბსოლუტურად ვეთანხმები ნაციას, რომ უამრავი გვერდი შეიძლება ქონდეს დალაიქებული მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ხო? ან იმის მიზნით, თუნდაც ითოდე რა დისკუსია მიდის, ხო? აი ამ ჯგუფის შიგნით. შეიძლება არც მიიღო, ასე ვთქვათ, კომპლეტური ინფორმაცია, მაგრამ იცოდე რის გარშემო მიდის ესეც ინფორმაციის მიღება. უნდა ეხებოდეს თუ არა რეგულაცია ამას. უბრალოდ ესე შეიძლება გაყვე უსასრულოდ, იმდენად ყიფეა ეს ზღვარი და იმდენად ყოველდღე ახალ-ახალი აპლიკაციები აქვს და ახალ-ახალი რაღაცეთ გვთავაზობ, სოციალური ქსელები და არა მარტო Facebook-ი და შესაბამისად სად დაეწევი შენ ამ რეგულაციებით. ანუ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძალიან გულუბრყვილობა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ რეგულირებით, ანუ რეგულაციების დაწესებით მივყვეთ აი ამ, ასე ვთქვათ, და ვიყოთ ბოდიში ეთიკური ჟურნალისტები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მინიმალური სტანდარტები კი არა, ფუნდამენტური სტანდარტები რაც არსებობს ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ უნდა გავრცელდეს და ვრცელდება ბუნებრივად Facebook-ზეც. Facebook-ი არის საჯარო სივრცე და ყველა ჟურნალისტი, ასე ვთქვათ, უნდა მოიქცე Facebook-ში ისე, თუ შენ გინდა რომ იყო ეთიკური ჟურნალისტი, როგორც მოიქცევი რუსთაველის ჩართულ მიკროფონთან, ან რა ვიცი, ჯიბას ფრანკლაინ კლუბში და ასე შემდეგ. მაგალითად, აი იგივე მინდა დრეს-კოდი უნდა იყოს თუ არა რედაქციაში, რომ დააწესო თუ არა დრეს-კოდი. როგორ მიდის შენი ჟურნალისტი ამა თუ იმ პრეს-კონფერენციაზე, როგორ გამოიყურება. წითელი კოლგოტკებიან ჟურნალისტს აღიქვავს ბიძინა ივანიშვილი პრეს-კონფერენციის დროს სერიოზულად თუ არ აღიქვავს. აი ხვდებით რისი თქმა მინდა, რეგულაცია უნდა დავაწესო, დრეს-კოდი უნდა შემოვიღოთ ამისათვის, ანუ ეს რეგულაციები მე ვფიქრობ, რომ ცოტა შეიძლება აბსურდამდე ან სვავს, მიუკერძოებლობის ან არა მიუკერძოებლობის საკითხს. არასერიოზულად შეიძლება აღიქვან შენი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტი, ან შეიძლება თქვან, რომ რატო შეიძლება თქვან, რომ ეს ლიბერალი იქნება, წითელი კოლგოტკები აცვია, ეს გესმის, ანუ აქ არის საუბარი არა მარტო ბიზინა რესპონდენტ, რა თქმა უნდა, სწორედ მაგას ვამბობ, ანუ აქნებზეა საუბარი, ვინ როგორ აღიქვავს ამ ჟურნალისტს. ჩვენ ხო ვსვავთ კითხვას, როგორ გამოვიყურებით Facebook-ზე, ხო? ანუ ვართ თუ არა აღვიქმებით თუ არა ეთიკურ ჟურნალისტებად. არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებები, მე ამის თქმა მინდა. ჩვენი ნებისმიერი ქცევა უქმნის ვიღაცებს შთაბეჭდილებას, ხო, ჩვენს მიკერძოებულობასა თუ მიუკერძოებულობაზე, ეთიკურობასა თუ არაეთიკურობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ როდესაც ინერციით ჩვენ თვლი, რომ Facebook-ი არის პირადი სივრცე და იქ იქცევი ისე, როგორც მოიქცევდი პირად სივრცეში, მე ვფიქრობ, რომ აი აქ არის მთავარი კოგნიტური, ასე ვთქვათ, აცდენა და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავიაზროთ ძალიან მკაფიოდ და ბოლომდე, რომ ეს არის საჯარო სივრცე და მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი ძალიან ბუნებრივად თვითრეგულირების, ასე ვთქვათ, საკითხია. მე მგონია, რომ შორენა წინააღმდეგობრივ რამეც ამბობს და ფუნდამენტურად ჩვენ ვეთანხმებით ერთმანეთს. უბრალოდ მე მგონი, რომ შენახვის რომ ეს არ უნდა იყოს ან ერთი მხრივ ამბობს, ხო, თვითრეგულირებას სწორედ ეს არის, რომ გაწერილია ვიღაცები ადმინისტრატიულ მედიაში, ვიღაცები
იღებენ თანხმდებიან რაღაც ქცევის კოდექსებზე. მე ის ვთქვათ, გაზეთ ასავალ დასავალს მე არ ვიცი შესაძლოა აქვს მათი ქცევის კოდექსი, მაგრამ ის განსხვავდება არსებობს სრულიად ჩვენი ან ներկայացი არსებობდა ბათუმელების ქცევის კოდექსისგან, ან ჟურნალისტური ეთიკის ხარტიაში ხელმომწერი, რა ვიცი, რეპორტიორების ქცევის კოდექსისგან. ანუ ხო, ამიტომ ჩვენთვის ნათელი არ არის, თორე შორენა რა კითხვებსაც ვსვამთ, ძალიან საინტერესოა. ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომელზეც ჩემი აზრით ჩვენ რაღაც ფიქრობთ, არის დისკუსიის საგანი ხოლმე რედაქციებში, ზოგი აქედან შეიძლება მოხდეს ამ გაიგონში, ზოგი არა.